მოგესალმებით. დღეს არის 25 მაისი და ამიტომ გადმოვიტანეთ ჩვენი ლაივი, რომ შემძლებოდა თქვენთვის მომელოცა 26 მაისი წინსწრებით. რამე თუ ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, რითაც აღნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობას არაერთხელ, არამედ ორჯერ. სხვათა შორის ორ-ორჯერ გვიყვარს ყველაფერი და ესეც ალბათ ნიშანდობლივი არის, რომ ორჯერ მოგვიწია დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადება. და ეს დღე არის ის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს. რაცაც არ უნდა ვფიქრობდეთ, ვისაც არ უნდა უჭერდეთ მხარს იმ თუ ამ მომენტში, იმ თუ ამ ჩვენი ისტორიის პერიოდში, ეს მაინც არის ის დღე, როცა ჩვენ გვინდა, რომ ერთად ვიზეიმოთ ის, რომ ეს ქვეყანა დადგა ფეხზე, ის, რომ ეს ქვეყანა მართლა მიაღწია სახელმწიფოებირობას და დღეს კი უჭირს ამ კუთხით. მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს იმისი იმედი, რომ ეს სახელმწიფო გაძლიერდება, დაუბრუნდება თავის ნამდვილ საფუძვლებს და გააგრძელებს ამ გზას, რომელიც არის რეალურად საქართველოს ისტორიის გაგრძელება. ვისაც ჯერა საქართველოსი, იმას ჯერა დამოუკიდებლობის. გადავიდეთ კითხვებზე. გივი შალამბერიძე გვეკითხება, ილიაუნის სტუდენტების ორგანიზებით შეგროვდა უპრეცედენტო თანხა 1,670,000 ლარი დიუშენი დაავადებული ბავშვებისათვის. ის, რაც ვერ შეძლო ხელისუფლებამ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, შეძლო ქართველმა ხალხმა. ეს არის ლუსტრაცია საზოგადოებრივი აზრის, ასევე ხელისუფლების ქმედებებისაც. ეს ვერ გადაიტანა ხელისუფლებამ და მიმდინარეობს ამ კამპანიის დისკრედიტაციის მცდელობა. თქვენ როგორ შეაფასებდით არსებულ მოცემულობას? მე შევაფასებდი იმითი, რომ ვერავინ ვერ შეძლებს ამის დისკრედიტირებას. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი ამ ახალგაზრდების სასწაული ქმედება, რომ შეძლეს ასე მოკლე დროში არაფრიდან დაწყებული მხოლოდ ენთუზიაზმით და იმით, რაც არის ესოდენ მნიშვნელოვანი, ესე იგი ემპათიით სხვების მიმართ და ამ ბავშვების მიმართ შეძლეს სწორედ ის, რომ გამოაჩინეს საზოგადოებაში სოლიდარობა და მიაღწიეს ძალიან ბევრს უკვე და ალბათ კიდევ მეტსაც მიაღწევენ და ამავე დროს მოქცეს ჩვენ უფროსებს მაგალითი იმისი, რომ კი არ უნდა იძახო ხელგაშლილი რა გვეშველება რამე, არა უნდა დაიწყო ქმედება და როგორც კიდე და სხვათა შორის ჩვენი რელიგია, ქრისტიანობა ამას გვეუბნება, რომ შენ დაიწყე და ღმერთი დაგეხმარება და ეს არის ის, რაც მოხდა, დაიწყეს და ღმერთი დაეხმარა მათ. და ეხლა ამის წინაშე რაც არ უნდა რეჟიმმა იქილიქოს და რაღაცები თქვას და ვითომც დასცინოს, ეს პირიქით თავის დასცინო არის რეჟიმის მიერ, არაფერი არ ეშველებათ. ლიზი კალანდაძე, ხელისუფლების მხრიდან ახალი რიტორიკა გაჩნდა. ამბობენ, რომ არსებული ფორმატის ევროკავშირში საქართველოს არაფერი ესაქმება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ უარის თქმისათვის ემზადება ხელისუფლება? მე მგონი, რომ ვინც ეს ვერ გაიგო აქამდე, ეხლა მაინც ესმის, რომ უარი ამათ აქვთ ნათქვამი. ის, რაც იყო გამოცხადება და საზოგადოება არ შეცდა, როცა ისეთი დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოყვა ამ გამოცხადებას. მართლაც უარი თქვეს და არაფერი მათ არ ესაქმებათ ევროკავშირში. ეს ამაშიც მართალნი არიან. მაგრამ ქვეყანას აქვს თავისი გზა ევროკავშირში, რასაც ვერ გადაკეტავს ეს რეჟიმი, შეიძლება დროებით შეაჩეროს, სანამ თვითონ ეს რეჟიმი არის აქა და რეჟიმობს, მაგრამ გრძელ ვადაზე და გზაზე ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი საზოგადოების მიერ გულწრფელად და გულმოდგინეთ შერჩეული გზა და რომელსაც გააგრძელებს, არ არსებობს რომ შეჩერდეს
საზოგადოება ამ გზაზე და გადაუხვიოს, იმიტომ რომ რეალურად და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით შინაგნად, სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის ჩრდილოეთის გზა და ვიცით, რამდენად გაყინული და რამდენად ყველაფრის მომტანი არის ის, რაც ჩვენ უკვე გაგვივლია და იმ რეპრესიების და იმ ძალიან არსად წამსვლელი რეჟიმის გზა არის ის ჩრდილოეთის გზა. ჩვენი ბუნებრივი გზა არის დასავლეთის გზა და ამ გზაზე დღეს ხვალ დავუბრუნდებით. იგივე რიტორიკასთან დაკავშირებით ნუგზარ კურტანიძეს აქ შეკითხვა, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ელოდებიან რაღაც ძალიან ცუდს და თავის დაზღვევით მიზნით კეთდება ეს განცხადებები. ხომ არ აჩვევენ მოსახლეობას ამ აზრს და აგუებენ? ეს დაწყებული აქვთ. კი ელოდებიან თავისთვის, ელოდებიან ძალიან ცუდს, იმიტომ იმდენი ცუდი გააკეთეს უკვე და იმდენი ცუდი ილაპარაკეს, იმდენი ლანძღეს ჩვენი ყველა აქ მყოფი ევროკავშირიდან წამოსული ელჩები და იქაური ლიდერები, რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქმე გაეფუჭებინათ და ამიტომ ელოდებიან რაღაც მომენტში რაღაც პასუხს, ცხადია, რომელიც მათ შეეხებათ და ამზადებენ თავიანთ ჩვეულებრივ პასუხს, რომ ჩვენ კი არა, მათი ბრალი არის, ევროკავშირს არ უნდათ რომ საქართველო შევიდეს ევროკავშირში და ასე შემდეგ. ეს არის მათი ჩვეული პროპაგანდა, ეს არის რუსული პროპაგანდა, ასევე რუსეთიც იგივე იმას მიყვება, რომ ყველაფერს აბრალებს დღეს ევროკავშირს, გუშინ აბრალებდა საბჭოთა კავშირი ყველაფერს ამერიკას, რომ ყველაფერი ცუდი ხდებოდა. და აქ არაფერი ახალი არ არის და არ ამგონია რომ ვინმესთვის ეს პროპაგანდა ძალიან მაინც დამაჯერებელი იყოს. ლამზირა კიღურაძე იგივე თემას აგრძელებს. ობახიძე პაპუაშვილის ეს განცხადებები ევროკავშირზე არის კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა ევროინტეგრაციის კურსთან, რაც შეეხება ღია და ოფიციალური დარგვა. თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა? ამაზე ჩვენ სხვათა შორის კონსტიტუციაზე ჩვენ ჩავატარეთ მთელი სერია, რომელიც გავიდა TikTok-ზე, თუ რამდენი მუხლი არის დარღვეული ამ რეჟიმის მიერ. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყველაზე მთავარი, იმიტომ ძალიან კიდევ სერიოზული მუხლები აქვთ მათ მართლა ფეხქვეშ გათელილი და ეს მუხლი ევროკავშირთან მიმართებაში რამდენი ხანი არის, ამითი დაიწყეს და აგრძელებენ. ამაში ორი აზრი არ არის, რომ ჩვენი კონსტიტუცია უკვე ამათთვის არის მხოლოდ ქაღალდი, რომელიც პრინციპში დახეულიც არის და გადაგდებულიც. ედიშერაშვილი, ევროკავშირი ერთმანეთისგან მიჯნავს უკვე ქართველ ხალხს და მმართველ პარტიას, ანუ ხელისუფლებას. ეს ძალიან აღიზიანებს მათ. რამდენად დიდია შანსი, რომ დასავლეთმა გამოიყენოს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი სტრატეგია, ანუ შეუნარჩუნოს ხალხს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ დააწესოს მკაცრი სანქციები ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტის მიმართ. სადი არის რომ ევროკავშირი და არა მხოლოდ ევროკავშირი, თუნდაც ქვეყნები ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში ყველა პრაქტიკულად დღეს ცნობს იმას, რომ ერთის მხრივ არის საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება, რომელიც ჯიუტად ითხოვს ევროკავშირში გაწევრიანებას, ითხოვს თავის პარტნიორებთან იმ ძველ გზაზე დაბრუნებას, რასაც ერქვა მათთან მეგობრობული ურთიერთობები, ითხოვს ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობების ასევე აღდგენას და ასე შემდეგ. და მეორე მხარეს არის რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ერთ მის პარტნიორს უფრთხილდება, მხოლოდ ერთს არ ლაძღავს არასოდეს და ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. რაც არ უნდა ეს უცნაურად ეჩვენებოდეს ყველა სხვას, რომ აი ესენი ამათ უფრთხილდებიან და ამათ მიმართ გადახედეთ მათ გამოსვლებს და გამოდიან ხო ყოველ დღე თითქმის ხან ერთი, ხან მეორე და ხან მესამე, არც ერთხელ გადაბრუნებული სიტყვა
რუსეთის ლიდერების მიმართ არ ყოფილა. არ ვიცი რამდენი ხანი არის, სად უნდა დავბრუნდეთ ჩვენ ახლო წარსულში, რომ წავიკითხოთ რამე ოღონდ ცოტა მკაცრი ან ცოტა კრიტიკული განცხადება რუსეთის მიმართ, რაც არ უნდა საშინელებები ჩაიდინოს რუსეთმა უკრაინაში და სხვა ქვეყნებში. ეს ყველაფერი ვითომც არ არსებობს, ვითომც ვერ ვხედავთ და ვართ რაღაცა მონუსხული მოსკოვის მიერ. და რაც ეხება ევროკავშირი, აქ გრძელდება ეს არჩეული რაღაცა დამცირება, დაცინვა, შეურაცხყოფა ევროკავშირის. ეს არის ამ რეჟიმის არჩეული გზა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას არავინ არ გადაიყვანს სხვა გზაზე, იმიტომ რომ ჩვენი პერსპექტივა არის ერთი და მხოლოდ ერთი. რეზი ჭეშმარიტაშვილი, საქართველოს საფრანგეთს შორის ურთიერთობაში რა პოლიტიკური ინტერესი აქვს საფრანგეთს? პოლიტიკური ინტერესი აქვს არა მხოლოდ საფრანგეთს, გერმანიას, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ისტორიული პარტნიორი ვიტყოდი და ბევრ ევროკავშირის ქვეყანას და ევროკავშირს ერთობლივად აქვს ის ინტერესი, რომ ჯერითი თავის დღეს რაც არის გარესაზღვარი და ხვალ შეიძლება შიგნით ევროკავშირში იყოს ქვეყანა, რომელიც არის დემოკრატიული, რომელიც არის სტაბილური, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, რომელსაც აქვს იგივე სტანდარტები გინდათ ეკონომიკაში, ეკოლოგიაში და ასე შემდეგ, იგივე სტანდარტები, რაც არის მიჩნეული როგორც ევროპული სტანდარტები. ეს არის პოლიტიკური პირველი ინტერესი, არა აქვს ინტერესი არც ერთ ქვეყანას ევროკავშირის, რომ რუსეთმა დაიბრუნოს თავისი გავლენა ამ რეგიონზე. ვხედავთ თუ როგორ უახლოვდებიან დღეს ყველანი სომხეთს, როგორ თვლიან, რომ დღევანდელ დღეს სომხეთი არის მათი პარტნიორი ამ რეგიონში და ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ამ რეგიონის მიმართ აქვთ ჯერ კიდევ და ექნებათ ინტერესი, იმიტომ ეს რეგიონი მართლაც არის ის ხიდი ევროპის და ახლო აღმოსავლეთის შუა აზიის შორის, რომელიც მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ დერეფნისთვის, არამედ იმისთვის, რომ შავ ზღვაში ყველა ის პროექტები განხორციელდეს, რაც იყო გეგმაში და რჩება ჯერ კიდევ გეგმაში. და მე დარწმუნებული რომ ეს გეგმები არც ერთი არ იქნება დავიწყებული, როგორც კი საქართველოს კიდევ ერთხელ და მე ეს მჯერა დაუბრუნდება თავის კუთვნილ გზას. მანუჩარ მაისურაძე, ამდენს ვლაპარაკობთ ევროკავშირზე და იქნებ გითხრათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კულტურული სარგებლის და ბენეფიტების გარდა რას მოუტანს? კულტურული სარგებელი მე მგონი უფრო მეტი არის ევროკავშირისთვის, ვიდრე მხოლოდ საქართველოსთვის. ანუ ეს ორმხრივი ნამდვილად არის და ძალიან საინტერესო არის საქართველოს კულტურული წარსული და სიმდიდრე ევროკავშირისთვის, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია და გაერთიანება, რომელიც ხაზს უსვამს და იცავს მრავალფეროვნებას და მისთვის ამდენად კიდევ ეს ძალიან განსხვავებული კულტურა თავისი სამივე ანბანით და ძალიან მდიდარი წარსულით, ძალიან საინტერესო არის და ბევრის მომცემი. მაგრამ ძალიან ბევრი ინტერესი არის ევროკავშირში გაწევრიანების, რაც ეხება სწორედ იმ ყველა სტანდარტებს, რაც ქვია შრომის სტანდარტები, უსაფრთხოების სტანდარტები, სურსათის უმნევლობის სტანდარტი და ჩვენ ვხედავთ დაავადებებთან ბრძოლის სტანდარტები და მთლიანად ის ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, როგორც არის დასმული ევროკავშირში. ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში შემოვიტანოთ და რითიც გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები ხვალ სარგებლობდნენ. ის კი არა, რომ იძულებული გახდნენ იმისთვის, რომ ბავშვი გადაარჩინონ, რომ წავიდნენ და ჩაბარდნენ საფრანგეთში თუ სხვა ქვეყანაში, არამედ ის, რომ ეს მინიმალური სტანდარტები იყოს აქ გადმოტანილი და აქ სარგებლობდნენ ამითი და აღარ დასჭირდეთ ამის გამო
ან იმისთვის რომ სამსახური იშოვონ და ოჯახი აცხოვრონ, არ იყვნენ იძულებული რომ ეს ქვეყანა დატოვონ. დატოვონ მხოლოდ როცა მოინდომებენ მოგზაურობა, ან მოინდომებენ რომ იქ რაღაცა გარკვეული პროფესიონალური სწავლება ან უნივერსიტეტში წასვლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს თავისუფალი, ადვილი და ყველასთვის ღია. TikTok-ზე გვიწერენ, ადრე ამდენი ავადმყოფობა იყო, ეხლა ყველა მეორეობა და მათხოვრებად ვართ ქცეულები, გადასარჩენად ვიბრძვით. სად არის გამოსავალი? ეხლა ამაზე ვსაუბრობდი, გამოსავალი არის არა ევროკავშირში და იქ წასვლა, არამედ აქ გადმოტანა ყველა იმ სიკეთეების სოციალური, ეკონომიკური და ასე შემდეგ, რომელიც შეიძლება რომ დაინერგოს ამ ქვეყანაში და დაინერგება და ინერგებოდა სხვათა შორის იგივე სასამართლო და სამართლიანი სასამართლო ინერგებოდა ევროპელების დახმარებით და ძალიან დიდი ფინანსური დახმარებით. ეს ყველაფერი არის ის, რაც შევაჩერეთ. იგივე მსოფლ მეურნეობაში ძალიან კარგად იციან ჩვენ რეგიონებში თუ რამდენი რამე გაკეთდა სხვადასხვა რეგიონში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ან კოლექტიურად ევროკავშირის პროგრამებით რეგიონებში იმისთვის რომ ადამიანებს მისცემოდა საშუალება რომ გაეცნო რაღაცა ტექნოლოგიები, დაენერგა ეს ტექნოლოგიები და განევითარებინა ეს დარგი და ეს ყველაფერი დღეს ყველა მიცის, ვინც რეგიონში ცხოვრობს, რომ ეს ყველაფერი არის შეჩერებული და ეს არის მიღწევა ამ რეჟიმის და ქართული ოცნების. დიდი მადლობა ამისთვის. ბადრი ინაიშვილი გვეკითხება უკვე მრავალგზის დასმულ კითხვას, როდის დააბრუნებთ ქალბატონო სალომე საფრანგეთის პასპორტს? გავიმეორებ და არ დავიღლები საფრანგეთის პასპორტი დავაბრუნე 2018 წელს სანამ გავხდებოდი, სანამ მოხდებოდა ჩემი პრეზიდენტად ინაუგურაცია. სამაგეროთ მე რამდენადაც ვიცი თქვენი, იმიტომ როგორც ჩანს ეს მოდის ქართული ოცნებიდან ეს კითხვა განმეორებითი, თქვენი არაფორმალური ლიდერი, მაგრამ როცა იყო პრემიერი თუნდაც და სადაც არ იყო, ჯერ კიდევ სარგებლობს ქართული პასპორტით, ფრანგული პასპორტით სარგებლობს იქ არაერთი საკუთრებაში მქონე ბინით და ასე შემდეგ. TikTok-ზე გვიწერენ, ამ ეს ქვეყანა ჰქვია, სადაც ჩემი კურსელი იმის გამო დაიჭირეს, რომ ტროტუარზე იდგა. ქალბატონო სალომე, ძალიან გაფასებ და მიყვარხართ. რას ფიქრობთ ამ უკანონობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, გულისხმობს ტროტუარზე დაკავებებს? ტროტუარზე დაკავებებს და არა მხოლოდ, ანუ იმდენი უსამართლობა არის ამ ქვეყანაში, რომ ვინ დაითვლის და პირველი უსამართლობა ის არის, როცა სასამართლო არ სასამართლობს და როცა სამართლიანი სასამართლოზე წვდომა მოქალაქეებს არ გააჩნიათ. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ყველაფერი დანარჩენი ამას მოყვება, იმიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ აი თქვენი მეგობარი, რომელიც ტროტუარზე იდგა, ის ვერ მიმართავს სასამართლოს, არანაირი იმედი არ შეიძლება ჰქონდეს იმისი, რომ სასამართლო მას გაამართლებს ამ შემთხვევაში და ასე არის ყველა მიმართულებით, სადაც ხდება ბევრი უსამართლობა ჩვენ მოქალაქეობის მიმართ და აღარ იციან ვის მიმართონ, იმიტომ რეალურად არ არის ადგილი, არ არის საშველი, სადაც შეიძლება შენ მიმართო და მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი. ამდენად საშველი არის მხოლოდ ერთი, რომ ქართული ოცნება გადავირჩიოთ და მოვიყვანოთ ახალი ხელისუფლება, რომელიც იქნება ის ხელისუფლება არჩეული ამ ხალხის მიერ და რომელიც უნდა იყოს ბოლოს და ბოლოს პასუხსგებელი იმაზე თუ რას აკეთებს და ანგარიშვალდებული თავის ამომრჩევლის წინაშე. ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც ჯერ ჩვენ ვერ მივახციეთ. ისევ დაცები უნდა მოვიყვანოთო, TikTok-ზე გვიწერენ. მე მგონი რომ საქართველოში არჩევნები გადაწყვეტს ამას, მაგრამ მე რასაც ვუყურებ და რასაც ვხედავ და რაც მესმის, მე მგონი საქართველოში დღეს არსებობს ძალიან დიდი უმრავლესობა, რომელსაც არ უნდა არც ნაცების დაბრუნება
მე ვეკუთვნი ამ ნაწილს და არ უნდა რომ ქართულ ოცნებამ გააგრძელოს თავისი ამ რეჟიმის სათავეში დგომა, მეც ამასაც ვეკუთვნი და დანარჩენი ეს დიდი ნაწილი, დიდი უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების ელის ცვლილებებს, როგორც ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა სხვათა შორის, ცვლილებები არის აუცილებელი, ცოცხალი სახელმწიფო და ცოცხალი საზოგადოება სწორედ იმაზე არის დამოკიდებული, რომ შესაძლებელი იყოს ქვეყანაში, რომ ცვლილებები მოხდეს და არ იყო აყვანილი რაღაცა მძევლად, რომ მე თუ არ ვიქნები, იქნება ქაოსი, მე თუ არ ვიქნები, იქნება ომი, მე თუ არ ვიქნები, იქნება ნაცები, იქნებიან ნაცები, მე თუ არ ვიქნები, იქნება ჯოჯოხეთი. არა, შენ თუ არ იქნები, ვიქნებით უკეთ. შენ თუ არ იქნები, იქნება ახალი საქართველო, იქნება ცვლილებები. შენ თუ არ იქნები, დავიწყებ როგორც სუნთქვა სხვანაირად თავისუფლად და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის და არა ვინმეს ვიღაცის დაბრუნებისთვის თუ ვინმეს კიდევ დარჩენისთვის. ცვლილებები. დიამეტრებელი თავის მოსაზრებას გვიწერს, მოსწონს ეს თქვენი ფორმატი, პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან ლაივ რეჟიმში და ამბობს, რომ ბევრი ახალგაზრდა გისმენთ ქალბატონო სალომე. დიდი მადლობა, მე ძალიან მომწონს მე თვითონ ეს ფორმატი, რაღაცნაირად მეც ვარ ძალიან თავისუფალი ამ ფორმატში, მომწონს ის, რომ ზოგი კითხვა და მე არ ვლაპარაკობ იმ კითხვებზე, რომელიც ზოგჯერ ცოტა ან უზრდელობისკენ იხება, ან არის ძალიან ნათლად დაკვეთა ქართული ოცნების, ან ზოგჯერ სხვა მხრიდანაც მოდის. ეს არ არის საინტერესო, მაგრამ საინტერესო არის ეს გულწრფელი კითხვები, რაც ისმის აქა და მე მგონი ძალიან კარგი გამოწვევა არის, როცა იძულებული ხარ, რომ ასეთ ლაივ რეჟიმში ამ კითხვებს უპასუხო. TikTok-ზე გვიწერენ, უთხარით ჩემგან, რომ საუკეთესო ადამიანია, წარმატება ქალბატონ სალომეს და წარმატება ჩვენ საქართველოსო. წარმატება საქართველოს დღევანდელი დღე, უფრო სწორედ ხვალინდელი 26 მაისი არის ის დღე, როცა მართლაც ერთად ყველანი უსურვებთ საქართველოს დიდ წარმატებას და წინსვლას. ლონდარიძე ხათუნას კითხვა, დაჭერილია სუსის უფროსი, დაკავებულია მისი მოადგილე, რომლის დანაშაულთან მიმართებაში ვრცელდებოდა ილუაშვილის გვარიც, რომელიც შემდეგ არ აისახა ბრალდებაში, მე უშიშროების მაღალჩინოსანიც გარდაიცვალა. ეს ჯაჭვი ალბათ შემთხვევითი არ არის, მაგრამ საით მიდის ეს პროცესები, რომ შეგვიფასოთ? მიდის დაშლისკენ. ეს ნათელი არის, რომ ჩვენ ვართ იმ ბოლო ეტაპზე, რაც კლასიკა არის, მე ვიტყოდი, ასეთი ავტორიტარული რეჟიმების, როცა უკვე შიგნით არის დიდი აურზაური, დიდი უნდობლობა სუფევს ერთმანეთში, უკვე არავინ არავისი არ ჯერა და არავისი ნდობა არ გააჩნია. უკვე თვითონ ქართული ოცნება და თვითონ რეჟიმი უფრო აღიარებს კორუფციას თვითონ თავისი ყოფილ მაღალჩინოსნებზე, ვიდრე ოპოზიცია, მათ აქვთ თვითონ ქართულ ოცნებაში მეტი ფაქტები და მტკიცებულებები ამ კორუფციაზე, ძალიან თითქმის უცნაურიც აღარ არის ეს მართლა სადღაც გადავედით ტრაგიკომედიაში, როცა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ბატონი რაჟდენი გახდა ადვოკატი, რომელიც იცავს კორუმპირებულ მაღალჩინოსნას, რომელიც თვითონ უნდა გამოევლინა თავის დროზე. თვითონ მართალია არავინ არ გამოუვლენია. გარდა ოპოზიციას დასდევდა რაღაცა თავიანთ შემოსავლებზე, ჩვეულებრივ შემოსავლებზე და კორუფციის მისგან არაფერი არ გაგვიგია ახალი, მაგრამ მის მერე რაც წავიდა, უცებ ერთ მეორეზე მიება ახალი და ახალი კორუფციული საქმეები, რომელიც ყველა ეხება ქართულ ოცნებას, მის მიერ დანიშნულ მინისტრებს, პარლამენტარებს და ასე შემდეგ. მილიონებით ტრიალებს ეს კორუფცია, უკვე ვეღარ ვითვლით. ერთადერთი იმდენი მილიონები დააგროვეს, რომ
არ შეუძლიათ რომ იქიდან 1 ან 2 ან 3 ან 5 გამოყონ სწორედ ამ დაავადებულ ბავშვებისთვის და ეს არის მათი ტრაგედია. TikTok-ზე აინტერესებთ თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ ახალგაზრდების პოლიტიკაში გამოჩენაზე, ახალგაზრდების და ახალი ძალის. მე არაერთხელ მithქვამს და ეხლა ხო ვთქვი რომ ჩვენთვის იმასავით ჰაერსავით არის აუცილებელი ცვლილებები. და ეს არის ცვლილებებს მოაქვს ყველაფერი ახალი დინამიკა, ახალი ენერგია და პროგრესი ძირითადად. და ამიტომ ამ ცვლილებებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ცხადია უნდა გქონდეთ ახალგაზრდებს. ეხლა ცვლილებები ნაკლებად წამოვა ჩემგან, თუმცა მე მგონი რომ მაინც მიყვარს, რაც არ უნდა იყოს ჩემი წლოვანება, მაინც მიყვარს ცვლილებები და ვთვლი რომ ყოველთვის მზად უნდა იყო შენ თავში და საზოგადოებაში რომ დაინახო და ხელი შეუწყო ცვლილებებს. ახალგაზრდებზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული და ეხლაც ვნახეთ ასეთ გამოწვევის წინაშე, როგორიც იყო ეს ახალი დაავადება და დიუშენის ბავშვების დაავადება, რომ ახალგაზრდებამ მონახეს ახალი ფორმა და ის ინიციატივის უნარი, გამბედაობის უნარი, რომ წახვიდე ამაზე და თქვა რომ მე ვაცხადებ და ვნახოთ რა იქნება, ამას შეუძლია ახალგაზრდას და ეს არის ძალიან დასაფასებელი და გვჭირდებით. ძალიან გვჭირდებით. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ნამდვილად მოიკლო? ეს არის ცირკი რა, რაც გამოაცხადეს ეხლა, რომ ვითემც გადახედავენ ამ სიებს და ვინც აღარ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, იმათ ამოიღებენ. ეს არის ცირკი და ეს არის კიდევ ახალი უსამართლობა, იმიტომ ხომ ყველამ ვიცით. ამას არც გეკითხებით და ვიცი რომ ყველას ეს ძალიან კარგად ესმის, რომ ამ სიების გადახედვა მოხდება სწორედ იმ ნიშნით და იმ კრიტერიუმით და ერთადერთი კრიტერიუმით ვინ არის ჩემი და ვინ აღარ არის ჩემი. და ძალიან ბევრი აღარ არის თქვენი. და ალბათ ძალიან ბევრს ამოიღებენ ამ სიებიდან. ამითი რაღაცა ცოტა ფულს დაზოგავენ, ამითი მერე ვიღაცას თავიანს შეიყვანენ ამ სიაში და ასე გრძელდება ქართული ოცნების სამართლიანი სოციალური პოლიტიკა. ჩომახიძე ნუნუს კითხვა, რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ თქვენს ირგვლივ რეალური ერთიანობის შექმნა, თქვენ არაერთხელ სცადეთ მედიაცია და საერთო პლატფორმის ჩამოყალიბება, რა უშლის ხელს ერთ კონკრეტულ საკითხზე, რეჟიმის ცვლილებაზე კონცენტრაციას. ეს არის ოპოზიციური ლიდერების ამბიციები თუ ზოგადად უნდობლობა? არა, მე მგონი არ ვიცი ახლა ნაწილ შეიძლება ისიც იყოს ცოტა, ესეც იყოს. მე მგონი რთული არის ეს გაერთიანება, რომელიც არის მიზანმიმართული იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს რეჟიმი. მერე მოვა, ანუ იმის გაგება, რომ ჩვენ უნდა კარგად დავინახოთ, რომ ორი განსხვავებული ეტაპი დგას ჩვენ წინაშე. ერთი არის ამათი გაშვება და ეს გაშვება მოხდება მხოლოდ თუ გავერთიანებდით, რაც არ უნდა იყოს, რომ ვიღაცა მომწონს, არ მომწონს, მე უფრო ძლიერი ვარ მასზე და მე უფრო შემიძლია რომ ბევრი ხალხი გამოვიყვანო და ასე შემდეგ. ყველამ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად და ეს ხვალინდელ დღესაც ეხება 26 მაისს, ყველამ უნდა ყველა გამოვიყვანოთ. ყველა უნდა გამოვიდეთ უფრო სწორედ, აქ არავიზე არ არის დამოკიდებული. ეს არის ის დღე, როცა კიდევ ერთხელ და კიდევ რამდენჯერათაც იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ ვინ ვართ, რა ვართ და რა გვინდა და რომ გვინდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეს ქვეყნის დამოუკიდებლობა აღარ გადის ქართულ ოცნებაზე. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაცხადოთ ხმამაღლა. აქ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და მე რამდენჯერათაც საჭირო იქნება, ვიქნები ამ პროცესის ხელშემწყობი, ინიციატორი, მხარდამჭერი, როგორც იქნება. აქ არ არის განსაზღვრული რა როლი ვინ უნდა დაიჭიროს და რაღაცა, როგორც იქნება საჭირო. მეორე ეტაპი მოდის მერე, როცა უკვე ეს რეჟიმი გაშვებულია
და მაშინ ეს ერთიანობა უნდა ემსახურებოდეს ერთ რამეს, ძირითადად ორ რამეს ვთქვათ, ქართულ კარტიაში რაც არის ჩაწერილი. ერთი არის, რომ ყველა ის კანონი სასწრაფოდ გაუქმებული იყოს, რაც შეიძლება სწრაფად, და მეორე, რომ მომზადდეს ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები და ამისთვის ყველა ის პირობები, რაც ეხლა იქნა ჩამოთვლილი, მაგრამ ალბათ კიდევ მეტი პირობები, ძალიან საღათ უნდა ყველა დაჯდეს და მოფიქრებული იყოს, რა უნდა იყოს ის პირობები, რაც უნდა წინ უსწრებდეს სამართლიან პარტიულ არჩევნებს უკვე, სადაც პარტიები მიიღებენ ცალ-ცალკე ვიღაცა შეიძლება რამოდენიმე პარტია რაღაც კოალიციაში თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. მაგრამ ეს ორი პროცესი არის ძალიან განსხვავებული. და ამიტომ ვინცაც აქვს რაღაცა უხერხულობა, რომ ამ გაერთიანებაში მე ჩემ თავს დავკარგავ, მე ჩემ იდენტობას შეიძლება ისე ვერ გამოვაჩენ, ჩემ ლიდერობას შეიძლება რაღაცა დააკლდება, ის ვერ ხედავს, რომ ის მეორე ეტაპი, რაც ჩვენ აქ ახლა სწრაფად გავერთიანდები და სწრაფად მივაღწევთ ამ რეჟიმის გაშვებას, მით უფრო სწრაფად მოვა ის მეორე ეტაპი და ის დრო, როცა დადგება მართლაც იმის დრო, რომ გამოვაჩინო მე ჩემი პარტია, ჩემი იდენტობა, ჩემი მეობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კარგად უნდა დავინახოთ და მაშინ დავინახავთ, რომ არანაირი საფუძველი არ არის არც უნდობლობის, არც კონკურენციის, არც რაღაცა მე და შენ და ის შეჯიბრების დღეს, სანამ ესენი აქ არიან. გიორგი გოგრიჭიანის კითხვაა, თუ ხვალ პოლიტიკური გარდატეხა მოხდა, სად ხედავთ საკუთარ თავს? მედიატორად, უბრალოდ ქვეყნის ევროპულობის სიმბოლოდ, თუ გარდამავალი ეტაპის ლიდერად? მე მგონი ცოტა ისიც, ცოტა ესეც. და გარდამავალ პერიოდში ალბათ როგორც იმ სტატუსიდან გამომდინარე, რაც მომეცა თავის დროზე, როცა ვიყავი არჩეული როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და სწორედ იმიტომ, რომ მე არავისთან არა ვარ კონკურენციაში პოლიტიკურად, პარტიულად, ამიტომ ეს გარდამავალი პერიოდი სტაბილურობის მომტანი შეიძლება სწორედ ამ სტატუსმა მოიტანოს, ეს ერთი და მეორე იგივე ამ სტატუსიდან გამომდინარე ჩვენ პარტნიორებთან ის რაც იქნება იმ პერიოდშივე გასაკეთებელი, მათი მხარდაჭერის მოპოვება, თუნდაც შემდეგ არჩევნებისთვის, რომ გამოაგზავნონ ეს დამკვირვებლები და რაც არის და რაც მთავარი არის, ძალიან სწრაფად იმ მოლაპარაკებების დაწყება, რომელმაც უნდა გაგვიხსნან დაბრუნების გზა ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ბობოხიძე დათიას კითხვა, ფიქრობ თუ არა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა შემცირდა მაგალითად ამერიკის მხრიდან, როცა სომხეთში ჩადის რუბიო და ჩვენთან ჩამოდის რუბიოსთან შედარებით დაბალი რანგის დელეგაცია. მაშინ რა იქნება ჩვენი გეგმა B საქართველოსთვის? აშკარად შემცირდა კი არა, პრაქტიკულად თუ არა მათი რაღაც მაინც ყურადღება, პრაქტიკულად საქართველო აღარ არსებობს საერთაშორისო რუკაზე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობს როგორც აქტიური მონაწილე ამ საერთაშორისო ურთიერთობების. მაგრამ მაინც არსებობს ჩვენი პარტნიორების დღესაც მაინც ინტერესი საქართველოს მიმართ. ხელები არ ჩამოწიეს და ჯერ კიდევ თვლიან, რომ საქართველოსთვის დასაბრუნებელი გზა არსებობს და ამიტომ არის ეს შუალედური რაღაცა პოზიცია, რომ ერთის მხრივ გრძელდება იზოლაცია რეჟიმის, მაგრამ მაინც შიგადაშიგ ვიღაცა ჩამოდის, განცხადებებს აკეთებენ
საქართველოს საკითხი დასმული იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე ბოლოს და ეხლაც იქნება ივნისის ბოლოს, როცა ახალი მინისტრების და შემდგომ ლიდერების საბჭო შეიკრიბება, ეხლაც იქნება დასმული საქართველოს მიმართ რა პოლიტიკა უნდა იყოს მიიღებული ამ ჩვენი პარტნიორების მიერ. ასე რომ ვარსებობთ, მაგრამ არ ვარსებობთ, უფრო პასიურად ვართ, როგორც მონაწილე, პასიური მონაწილე ამ ყველა თამაშების, რაც დღეს ძალიან გააქტიურდა მსოფლიო ურთიერთობებში და აღარა როგორც აქტიური მონაწილე, რომელსაც როლი აქვს თავისი და ეს არის ის როლი, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. აქვე გვიწერენ სომხეთმა 180 გრადუსით შემოუბრუნა თავისი საერთაშორისო პოლიტიკა, ძალიან ბევრი შეძლო, საფრანგეთი, ამერიკა, მაკრონი, რუბიოს ხას აღარ ჩამოთვლი. ჩვენ სად ვართ ამ დროს? ხო, და არა ვართ პასიურად. კიდევ ერთხელ არ წავქშალეს რუკიდან, იმიტომ რომ ხვდებიან იმას, რომ ამ ქვეყანას მაინც აქვს თავისი მომავალი და რაღაცა ორი თითით გვიჭირავენ, მაგრამ აქტიური როლი, ჩვენი აზრი, ჩვენი ხედვა არავის არ აინტერესებს, ერთი იმიტომ რომ ხედვა არ გაგვაჩნია, ეხლა თუ ვინმე უსმენს და მე მგონი უკვე ვეღარ უსმენს ვერავინ, ან პაპუაშვილს, ან კობახიძეს, ყველა ხვდება რომ ამათ არც ხედვა აქვთ. ეხლა ვლაპარაკობ საერთაშორისო პოლიტიკაზე, შინაგან პოლიტიკაზე ხო აღარ საჭირო არის. იქ არანაირი ხედვა არ არსებობს და ამდენად როლი საქართველოსი არ არსებობს ამჟამად. ეს არ უნდა ავიღოთ როგორც რაღაცა განაჩენი მომავლისთვის. იაკო გორთამაშვილის შეკითხვა, დღეს თითქმის ნიჰილიზმში გადასული ხალხის ნაწილი უკმაყოფილოა როგორც ხელისუფლებით, ასევე ოპოზიციით. რას ეტყოდით საზოგადოების ამ კატეგორიას, რომელთა შორისაც არიან ხელისუფლების დღემდე არსებული მხარდამჭერების კი? დღემდე არსებული მხარდამჭერებზე ვიტყოდი ჯერ პირველ რიგში, რომ რაც დრო გადის, ამათაც უკვე იმედის გაცრუება ძალიან ძლიერდება, იმიტომ რომ ხედავენ ამ განცხადებებს, ამ უაზრო რაღაცა გადაწყვეტილებებს, არც ერთი ბოლო პერიოდის რა, ბოლო არ ვიცი 2 წლის გადაწყვეტილება არ არის მიმართული იმისკენ, რომ თუნდაც მათი მხარდაჭერები რამენაირად დააკმაყოფილონ რომელიმე კუთხით. ეხლა ლაპარაკობდით ამ გადაწყვეტილებაზე სოციალური დაუცველი ადამიანების სიიდან გამოგდებაზე და ახლების შეყვანა თუ არ შეყვანაზე ეს არ ვიცი. ესეც ხო თავიანთ მხარდამჭერებზეც მოქმედებს. ის გადაწყვეტილება, რომ არ დაეხმარო დიუშენის დაავადებულ ბავშვებს, ძალიან ბევრ მათ მხარდამჭერებზე მოქმედებს. და მე მგონი რომ ის გადაწყვეტილება, რომ ეს მილიონები, რომელიც შეიძლებოდა გამოყოფილიყო სარეზერვო ფონდიდან თავისუფლად არ გამოიყო და უცებ ვითემს გაახსენდათ, რომ 1700 წელი უსრულდება ჩვენ რელიგიას და დაარსებიდან და ამიტომ გადასცეს ეს თანხა საპატრიარქოს სასწრაფოდ და წინასაუდა 26 მაისს რაც გაუგებარი არის სრულიად. ამიტომ ამ ხრივ ძალიან გასაგები არის იმედგაცრუება, ასევე არის იმედგაცრუება ოპოზიციის მიმართ, იმიტომ ოპოზიციამ ჯერ ვერ შეძლო ამ რეჟიმის გაშვება და გასაგები არის, რომ როცა უკვე აუტანელი ხდება დღევანდელი მდგომარეობა, მოთმენაც აღარ არის და ეს მოუთმენლობა გადადის ოპოზიციაზე, რომ აბა რას აკეთებთ და როგორ აკეთებთ, მაგრამ სინამდვილე რო ვთქვათ, ეს ძალიან რთული ამოცანა არის, როცა ამ ქვეყანაში აუცილებელი არის, რომ ეს გაშვება რეჟიმის მოხდეს მშვიდობიან პირობებში, არჩევნებით და ამ ყველაფერს რო აკეთებს რეჟიმი იმისთვის, რომ გააძლიეროს თავისი ყოფნა და არ გაუშვას ხელიდან ბერკეტები, ძალიან რთული არის და ოპოზიცია შეიძლება იდეალური არ არის და იშვიათი არის, მე სხვა ქვეყნების მაგალითებიც კარგად ვიცი და
იშვიათი არის, რომ იდეალური იყოს ოპოზიცია და ბევრ რამეზე ვერ იქნება პასუხისგებელი, რამდენადაც არ აქვს მას ხელში ის ბერკეტები, რაც გჭირდება იმისთვის, რომ აგო პასუხი შენ ქმედებებზე. ასე რომ ცოტა მეტი მოვითმინოთ, მაგრამ ის რომ ვთხოვოთ მეტი, ესეც შეიძლება და მიზან შეწონილიც არის, რომ მოვთხოვოთ მეტი ოპოზიციას ამ დროს და ოცნების მხარდამჭერებმა თუ ვინმე დარჩა, იმათმა მოსთხოვონ მეტი ქართულ ოცნებას. რამდენად რეალურია ის ინფორმაცია, რომ თქვენი ხელფასით, პრეზიდენტობის ხელფასით ბავშვებს ეხმარებოდით? ბავშვებს ვეხმარებოდი, ფონდი დავაარსე, რომელზედაც მე ძალიან დიდი იმედები მქონდა დამყარებული, რომ ეს იქნებოდა ახალი წამოწყება, რომ საქართველოში ონკო დაავადებებისთვის, ბავშვთა ონკო დაავადებებისთვის შეიქმნებოდა ცენტრი, სახელმწიფო ცენტრი, რომელზედაც იქნებოდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, არამედ ასევე ქართული ბიზნესიდან და ამისი მაგალითად მინდოდა, რომ სწორედ ჩემი ხელფასი გამოყენებული ყოფილიყო და მართლაც გადავრიცხე. მერე ისე მოხდა, რომ არ იყო ამისთვის მხარდამჭერა, დაჭერა. სხვათა შორის ბიზნესის ინტერესი იყო დასაწყისში და მერე როცა უკვე ხელისუფლებიდან წამოვიდა წინააღმდეგობა, რომ არა ჩვენ ამას მივხედავთო და გავაკეთებთო და მანამდის ბავშვებს გავუშვებთო უცხოეთშიო და გადავიხდით ყველაფერსო, უკვე ჩაცხრა ეს ინტერესი ბიზნესიდან. მე ასევე ფიქრობდი, რომ როგორც კი ამისი პირველივე ნაბიჯები იქნებოდა, მე მექნებოდა საშუალება, რომ ჩემი უცხოეთში ვიზიტები გამომეყენებინა იმისთვის, რომ უცხოეთიდანაც კონკრეტული დახმარება ამ ცენტრისთვის გამეჩინა და მომეპოვებინა. ეს ყველაფერი არ გაგრძელდა და ამიტომ როცა დასრულდა ეს პერიოდი, მე გადავეცი ის თანხები ნაწილობრივ აუტისტის ბავშვების ცენტრისთვის და მეორე ნაწილი ასევე ონკოლოგიის დაავადებული ბავშვებისთვის. მაგრამ ეს გასაკეთებელი არის, ამეთი არ უნდა დავასრულოთ, აუცილებელი არის და ეს ლაპარაკი იყო აქაც კი არა რაღაც თანხებზე, არამედ მაშინ იყო ლაპარაკი დაახლოებით 10 მილიონზე. იმისთვის, რომ პირველი ეტაპი ამ პროექტის შესრულებული იყო. დღეს შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო დღესეც ერთი ძალიან დიდ თანხებს ხარჯავდეს იმისთვის, რომ ეს ბავშვები გავუშვათ სხვადასხვა ქვეყნებში. ოჯახებიც ხარჯავენ ძალიან დიდ თანხებს. იმისთვის, რომ გაყვენან ბავშვებს, რომ იქ ადგილზე იყვნენ და არაფერს არ ვამბობ იმაზე, თუ რამდენად ეს ტრავმა ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის, როცა ასეთი მძიმე დაავადების წინაშე აღმოჩნდები და კიდევ უნდა წახვიდე სახლიდან და იცხოვრო თვების მანძილზე სხვაგან, სადაც შენ არც შენი ნათესავები ყავს, არც ის რაც ჩვეულებრივი არის ჩვენი გარემო და რაზედაც ჩვენ ძალიან დამოკიდებულები ვართ. ამიტომ ეს ყველაფერი წარმოუდგენელია და ქვეყანა, რომელიც თავს იწონებს იმითი, რომ თურმე ჩვენი ეკონომიკა დუხს და გადადუხს, ჯერ კიდევ ვერ მოაბათავი იმას, რომ დაიწყოს თუნდაც ამ ონკოლოგიური ცენტრის აშენება. ჯერ რუსები, შემდეგ ჩინელები, ახლა არაბები, რას ემსახურება მათი აქ ჩამოყვანა, რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ? მათი ჩამოყვანაში არაფერი თავისთავად ცუდი არ არის, იმიტომ ეს ქვეყანა ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც ღია იყო და უცხოელი სტუმარი იყო და ეს აყვანილი იმ დონეზე, რომ დღესაც ამ ქვეყანაში არავინ არ ერჩის არც ერთ ჩამოსულს, თუნდაც რუსს, რომელიც ცეკვავს და მღერის ჩვენ თეატრში და რაც დაიწყო უკრაინის ომი და რაც ჩამოვიდნენ მასიურად, ვიტყოდი, რუსები ამ ქვეყანაში, სერიოზული ინციდენტი არც ყოფილა ამ ქვეყანაში და ეს ძალიან ბევრს მეტყველებს სწორედ ჩვენ ტოლერანტობაზე, რაც ზოგჯერ გვავიწყდება.
მაგრამ მეორე ის არის, რომ ამ დროს შენ რო არაფერს არ აკეთებ შენი მოქალაქეებისთვის, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში სამსახური პირობები ეს ყველაფერი მოიპოვონ და როცა რეალურად ამ დროს გააქტიურებული არის კიდევ მიგრაცია ქართველების საზღვარგარეთ, ეს არის ცუდი. როცა ეს ტალღა მიგრაციის შიგნით და მიგრაციის გარეთ ნიშნავს, რომ ქართველები ტოვებენ ქვეყანას და უცხოელები შემოდიან. ეს ბალანსი არის ცუდი, თორე თავისთავად ახლა ის რომ დავიწყოთ უცხოელების მიმართ რაღაცა არაქართული განწყობების გავრცელება, ეს ჩემთვის საკმაოდ მიუღებელია. დღეისთვის ბოლო კითხვა, საიდან გაქვთ შემოსავალი? შემოსავალი მაქვს ჩემი კუთვნილი ფრანგული პენსია, რომელიც ჩემი დაგროვილი პენსია არის და თქვენი იმედი ლომები გამოაგზავნეთ, ჯერ არ მიმიღია არც ერთი და სალომე არა ვარ. დღეისათვის სულ ეს იყო, დიდი მადლობა. გილოცავთ 26 მაისს და ხვალ გნახავთ.